ძაღლის შეძენა გადაწყვიტეთ, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ მისი ექსტერიერით აღფრთოვანება საკმარისი არაა. ამიტომ ძაღლის შერჩევისას ბევრი დეტალის გათვალისწინება მოგიწევთ. ბევრი დიდი ზომის ძაღლი, როგორიცაა ირლანდიური ნაგაზი, დანიური დოგი ან სენ-ბერნარი, საცხოვრებლად დიდი სივრცე სჭირდებათ. შესაბამისად, პატარა ძაღლები, პუდელი, ჩიხუახუა ან დალმატინელი დიდ ეზოში ვერ შეძლებენ ცხოვრებას. დიდი და რომელიც სამოსამსახურეში ითვლება და დაცვის ფუნქციასაც შეასრულებს, ქართული კავკასიური ნაგაზი, ანუ თართი, გერმანული ნაგაზი, აუჩარკა. იქ კიდე შეიძლება როტოილერი აიყვანოს, დობერმანი აიყვანოს და ასე შემდეგ. არის გარკვეული რაღაც ძაღლები კიდე, რომელზეც შეიძლება და უშუალოდ ეხლა თუ სახლი არ უწყობს ხელს, რომ დიდი ძაღლი ყავდეს და პატარა ძაღლი უნდა, შესაძლებელია დეკორატიული ჯიშის ძაღლები ყავდეს. ძაღლებში სხეულის ტემპერატურის რეგულირება უფრო რთულად ხდება ვიდრე ადამიანებში. ამიტომ ძაღლები, რომლებსაც ხშირი ბეწვი აქვთ, რთულად იტანენ თბილისურ ცხელ-ზაფხულს. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი ძაღლის ბეწვი ადამიანის თმასავით იზრდება. მათი გაკრეჭვა კი დამოუკიდებლად რთულია. სპეციალისტი კი ძვირი. ამიტომ თუ არ გაქვთ შესაბამისი ფინანსები და დრო, არჩევანი მოკლე-ბეწვიან ჯიშზე შეაჩერეთ. აგრესიული ჯიშის ძაღლები ხა პირველი რაც გითხარით, ანუ კავკასიური ნაგაზიც აგრესიულია, იმიტომ რომ ის თავის ტერიტორიას როცა იცავს, იმ შემთხვევაში აგრესიულია. ეზოში როცა ყავს და უცხოპირი რო შედის, ის ყოველთვის აგრესიული იქნება თავის ტერიტორიიდან გამომდინარე. ანალოგიურად რაც გითხარით, ის აუჩარკა, გერმანული ნაგაზი, როტოილერი, ყველა ეს ფუნქციას რაც ასრულებს, ყველა ძაღლი ასრულებს სამოსამსახურეო ჯიში გადის და ასრულებს დაცვის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ თუ ოჯახში ყავთ ალერგიული ბავშვები, მაშინ არც ერთი ჯიშის ძაღლის ბინაში გაჩერება სასურველი არაა. გაითვალისწინეთ, რომ ძაღლს სჭირდება სწორი აღზრდა და ყურადღება. ამიტომ თუ თავისუფალი დრო ნაკლებად გრჩებათ, მისი შეძენისგან თავი შეიკავეთ. დედა და მამა ვინ ყავს, იქიდან გამომდინარე უნდა აირჩეს ლიკვი. შესაბამისად, ეხა იქ არის რაღაც კრიტერიუმები, თუ ეხა ლიკვი, დედალი რაღაცა მინუსები აქვს სიტყვაზე ესე რომ ვთქვა, მაშინ არ ვარგა იმის ლიკვის აყვანა, იმიტომ რომ შთამომავლობაზე გადადის. შესაბამისად, ეხა რომ გავარკვევთ, რომ დედას და მამაც კარგია, სუფთა სისხლის არის, იმის ლიკვი საუკეთესოა ყოველთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ ძაღლი ეგრეთ წოდებულ ძაღლის ბაზრობებზე, რადგან შანსი დიდია მოტყუდეთ. ამიტომ მიმართეთ კინოლოგიურ კავშირებს ან კლუბებს.